საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი თამარ კიკნაძე. საღამო მშვიდობის ქალბატონ თამარ, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. დონალდ ტრამპმა გამართა პირველი მთავრობის ხდომა ახალ მინისტრთა კაბინეტთან, სადაც მთელ რიგ საკითხებს შეეხო. პირველი რაც მან თქვა, უკრაინა ვერ შევა ნატოში, შეუძლია მან დაივიწყოს ნატო. აი პირდაპირ ასე იყო ნათქვამი მის მიერ. გარდა ამისა, იქ გამომცვლელთა შორის იყო ილონ მასკი, თქვა რომ ქვეყანას ელოდება ფინანსური კოლაფსი, თუ კი არ მოხდება თქვა შემცირება მთელ რიგ უწყებებში და საბოლოო აკორდი იყო ევროკავშირზე. დონალდ ტრამპმა თქვა ასეთი რამ, რომ ეს გაერთიანება შექმნილია ამერიკის შეერთებული შტატების მოსატყუებლად. ამით ფაქტობრივად დაარტყა ევროკავშირს და მანამდე ცნობილი იყო, რომ ის უწესებს 25%-იან ბაშს ევროპულ ტვირთებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბრიუსელში იყო გამოხმაურება, ნამდვილად არ მოწონთ მათ ეს, მაგრამ ცდილობენ რომ არ შეიმჩნიონ. ევროკომისია ამბობს, რომ ჩვენ მივიღებთ საპასუხო ზომებს და ვალში არ დავრჩებით ამ კუთხით. თქვენ როგორ ფიქრობთ, ტრამპი მართალია რისკავს და ევროპული მედია ამბობს და აკეთებს მინიშნებებს იმაზე, რომ ის როგორც ბიზნესმენი არაერთხელ გაკოტრებულაო და ესეც არ არის თქვა ჭკვიანი გადაწყვეტილება მისი მხრიდან. და რატომ მიდის ტრამპი ასეთ რისკზე და როგორ გონიათ აი ამ გადაწყვეტილებით მოახერხებს თუ არა ის მიაღწევს თუ არა თავის საწადელს, რომ უფრო ევროკავშირი გახადოს უფრო სუსტი ორგანიზაცია. მივესალმები ტელემაყურებლებს, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ პრობლემაზე. უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან და ძალიან მტკივნეულად განიცდიან, ვერ გრძნობენ იმ ცვლილებებს, რაც დღევანდელ მსოფლიოშია. იგივე ევროკავშირი არის ცივი ომის გადმონაშთი და მე ვეთანხმები ტრამპს, რომ კი ევროკავშირს ძალიან დიდი პრეფერენციები ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ნაკლები პოლიტიკური თავისუფლება, იმიტომ რომ ესენი რაღაც ერთ სიბრტყეში მოიაზრებოდნენ და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით დასავლეთი, აქ იგულისხმებოდა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა. მაგრამ დრო შეიცვალა და ის, რასაც ტრამპი დღეს აკეთებს, ეს არის გამოწვეული ობიექტური რეალობიდან. იმიტომ რომ არის ეგეთი თეორია, მე მგონი წინა გადაცემაში ვლაპარაკობდი, ხო, ჰეგემონიის სტაბილურობის თეორია, იგივე მაგალითად ციკლები ამ ჰეგემონიის, გილპინის და სხვების თეორიები. და აი, შენ თუ ამ თეორიებს იცნობ, ძალიან კარგად შეიძლება ახსნა ის, რაც დღეს ხდება. იმიტომ რომ ეს არის სინამდვილეში ჩვენ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების თეორიულად ასახვა. და ტრამპი, ესე იგი ბიზნესმენი როა, ეს მიზანმიმართულად არის არჩეული, იგი გარკვეულწილად არის კრიზის მენეჯერი და ის პოსტულატი, რომ ამერიკა კვლავ დიადი უნდა გახდეს, მისი სახელმძღვანელო სლოგანია. და რას აკეთებს, ხო ის ხა არაერთხელ ამიღნიშნია ისიც, რომ ევროპული ქვეყნები ყველაზე უფრო საყოველთაო კეთილდღეობის ქვეყნებია. და რის ხარჯზე იყო? ქოლგა, ნატოს ქოლგა და იაფი რუსული გაზი. მე ყოველთვის ამას ვამბობ, რომ რუსული უკრაინული კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი ევროპის დასუსტებაც იყო. და შედეგი გვაქვს სახეზე. იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აი ეს ციკლი, რომელიც ახლა აქვს, ეს არის მისი ჰეგემონიის დაღმავალი ციკლი. და ისე ვიმეორებ, შემთხვევით არ არის, რომ ტრამპი მოვიდა. ის არის ძალიან არაორდინარული
თავის ქმედებებში და აზროვნებაში და ის ელიტა, რომელიც მის უკან დგას, ძალიან კარგად აცნობიერებს იმ პრობლემებს, რომელიც დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს უდგას, ხო? მანამდე სხვა ელიტის წარმომადგენელი ის დემოკრატიული პარტია არაკანონზომიერი იქნებოდა, რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო, იმიტომ რომ ისინი იმ ძველი რაღაცა დინებით მიდიოდნენ, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კარგად არ დამთავრდებოდა, ხო? ამიტომ ის განცხადებები, რასაც ტრამპი ამბობს, რომ უნდა შეიკვეცოს ფინანსური ხარჯები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ახლა ალბათ თქვენ იცით, რომ 5 მილიონიანი კი ეს golden card-ი და ოქროს ბარათი დააწესა, რაც აი ვინც 5 მილიონს გადაიქცეს და ინვესტირებას განახორციელებს ამერიკის ეკონომიკაში, ესე იგი ის ავტომატურად გახდება და ყველას ეპატიჟება, ბევრი იქნება უცურველი, მათ შორის რუსი მილიონერებიც. კითხვა დაუსვეს, რომ თქვენ რუს მილიონერებსაც მიიღებთო და მათ შორისო ბევრი ძალიან ესეთი ღირსეული ადამიანი არის, ხო? და ეს ტარიფების დაწესება, რაზეც თქვენ უკვე ბრძანეთ, ესეც კარგი ცხოვრებისგან არ არის. ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ჰეგემონი ამდენი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ამ ქვეყნების შენახვას და მათ კეთილდღეობას, მაგრამ ამოიწურა, ხო, ეს უდიდესი დეფიციტი აქვს. უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. ვიცით, რომ გერმანიაში დიდი სამხედრო კონტინგენტია ამერიკელებიდგანან არაერთი ბაზა აქვს თვითონ ევროპაში, იტალიაში, ავიაბაზები რომელიც იგულისხმება, რომ უნდა გაიღოს ჰეგემონმა ქვეყანამ. ამიტომ დღეს სრულიად ახალი თამაშის წესებია, ახალი რეალობაა და ვის ეგონა რამდენიმე თვის წინ, სანამ ტრამპი მოვიდოდა ხელისუფლებაში, დღევანდელი მსოფლიო წესრიგის ყველაზე უფრო დამახასიათებელი რა იყო? რუსების გინება, ხო? და რუსებთან კონფრონტაცია. დღის წესრიგი პოლიტიკური მთელი მსოფლიოსი იყო რუსეთის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა. მაგრამ მოლოდინი რომ ჩამოიშლება. და მოლოდინი რომ ჩამოიშლება, მაგრამ სხვათა შორის ჩვენ არასოდეს არ გვითქვამს ეს და მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთი იმდენად დიდი ქვეყანაა, რომ ის ძალიან დიდ როლს თამაშობს მსოფლიო პოლიტიკაში და ასეთი პოლიტიკა მის მიმართ არაფრით არ არის გამართლებული და ტრამპი როგორც პრაგმატული ადამიანი, გარდა ამისა, არსებობს ეს სამკუთხედის თეორია, იგივე კისინჯერის შეხედულებები მის შესახებ, რომ არ შეიძლება შენ დაუპირისპირდე ერთდროულად ჩინეთს და რუსეთს. და აი ობიექტური ეს გეოპოლიტიკური ბალანსის სიტუაცია იმას გარნახობდა ჩვენ, რომ რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები კარგ ურთიერთობებში უნდა ყოფილიყვნენ. ტექნიკური საკითხიც არის, ხო, ბაიდენი როგორც გამოცდილი თავის დროზე დიპლომატი, კომიტეტის თავმჯდომარეც იყო საერთაშორისო საკითხებში. ჯერ კიდევ ბრეჟნევის პერიოდიდან დადიოდა საბჭოთა კავშირში, კარგად იცოდა რუსეთი. და ნახეთ, ისე ტექნიკური სვლა ჰქონდა გაკეთებული. მას როგორც ჩანს, კარგად ესმოდა, რომ რუსეთიც ისევე როგორც ჩინეთი არის ამერიკის მტრები, ანუ განიხილებიან როგორც ოპონენტები და მტრები, მაგრამ ეს ტექნიკური სვლა იყო ასეთი, რომ ჯერ ერთი უნდა წაექცია, ანუ ჩამოეშალა პირობითად და მხოლოდ შემდეგ განეხორციელებინათ შეტევა მეორე ქვეყანაზე. და იქ აქვთ ამის საფუძველი ტაივანის ესეთი კონფლიქტი, რომელიც არ არის მოგვარებული. და აი ტრამპი უკვე ცვლის სურათს. ხო დღეს უпростоრად გუშინ იმ მინისტრთა კაბინეტის პირველ სხდომაზე ნატოსთან დაკავშირებით რომ გააკეთა განცხადება, რომ უკრაინამ აღარ უნდა იფიქროს ნატოზე, გამორიცხულია უკრაინის ნატოში გაწევრიანება, ეს საკითხი ჩახსნილია, აღარ დგას დღის წესრიგში, მაგრამ ამავე დროს ის ჩვენ ვიცით რომ საუბრობს ნატოს კონტრიბუციის თვალსაზრისით აი ევროკავშირის ქვეყნების თანამონაწილეობის გაზდას ფინანსური კუთხით.
რომ უფრო მეტი შეიტანონ ნატოს საერთო ბიუჯეტში. 2%-დან ჯერ 2%-ზე იყო საუბარი და ახლა 5%-ზე აპირებენ ასვლას. და გარდა ამისა, ახლა ზელენსკი ითხოვს ჩასვლას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენ ის განცხადებაც ვნახეთ ტრამპის, სადაც ის ამბობს, რომ თუ უნდა ჩამოვიდესო, მაგრამ ის მნიშვნელოვანი შეთანხმება უნდა იქნას ხელმოწერილი ამ წიაღისეულთან დაკავშირებით და კაი, ჩამოვიდესო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკვე 26 რიცხვში, ანუ გუშინ, სახელმწიფო დეპარტამენტმა შეუთვალა ზელენსკის და უпростоრად მის კაბინეტს, რომ არავითარ შემთხვევაში შტატებში არ ჩამოვიდეს. რატომღაც არ უნდათ ან გადაიფიქრეს. აწრიალდა ზელენსკი და სთხოვა ისევ შუამავლობა მაკრონს. და მაკრონმა არ ვიცი ახლა რა უთხრა იქ რა მოლაპარაკებები იყო ტრამპთან, საბოლოო ჯამში ტრამპი დათანხმდა მაკრონის ვიზიტს. და ქალბატონ თამარ, თქვენ როგორ ფიქრობთ ამ ნატოზეც ალბათ ვისაუბრებთ, ის ხელშეკრულება, რომელიც უნდა გაფორმდეს ახლა უკრაინასთან. რა შეიძლება ამას ეწოდოს? უკრაინისთვის რომ კაბალურია, ეს მე მგონი ცხადზე უცხადესია. თავად იმ ბორის ჯონსონმაც თქვა, რომ კი ეს არის ძარცვა, მაგრამ მე გირჩევ მოაწერო ხელიო. ან ზელენსკისთვის უთქვამს. ხო, ეხა კარგად ხვდებით, რომ უკრაინა როგორც სუბიექტი აღარ არსებობს, ხო? გარიგება ხდება რუსებსა და ამერიკელებს შორის. ეხა თვითონ რუსებსა და ამერიკელებს შორის მიდის ვაჭრობა. და მე მგონი გუშინ განაცხადა ტრამპმა, რომ აი ამ რესურსების, ხო, იშვიათი ლითონების გამოყენების თვალსაზრისით, არა და ნახეთ იქით დაადო უკრაინას ვალი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასეულობით მილიარდი დოლარი დახარჯა დახმარებისთვის და უკრაინამ უნდა დაუბრუნოს ეს ვალი ამერიკელებს და რუსებსაც მოუწევთ ამასთან შეგუება. შეთანხმებაში არ წერია, ოღონ ზელენსკი ამბობს, რომ აი კარგია რომ არ წერია, რომ ჩვენ ვალი გვაქვს ინმესიო. ანუ ამერიკელების ვალი. ზეპირად კი 350 მილიარდზეა საუბარი, მაგრამ აი ეს ხელშეკრულებაში რადგან უკვე არ წერია, რომ ჩვენ ვალი გვაქვსო, უხარიათ. ტრამპი ნახეთ რას ლაპარაკობს, ჩვენო უსასყიდლოდ მივეცითო, მაშინ როდესაც ევროპამ სესხის სახით მიცაო უკრაინას ეს ფული. ამიტომ ესე იგი როგორც ბიზნესმენი და პრაგმატული ადამიანი ის ახლა ცდილობს რომ აი ეს დანახარჯები და არის იმის ანალიზით სად წავიდა ეს ფულები და თვითონ ზელენსკიმ განაცხადა რომ იმ ფულიდან რაც იყო გამოყოფილი უკრაინისთვის არა ჯერ ნახევარიც კი არ მიუღიათ და გარდა მაგისა ტრამპი ძალიან აქტიურ გამოძიებას აწარმოებს თუ სად იხარჯებოდა ამერიკელი გადამხდელების ფულები. ამიტომ უკრაინის ბედი ნამდვილად არ არის, ესე იგი მიმზიდველი და ასე ვთქვათ, არავის არ შეშურდება მისი ბედისა. აქ უკვე კომუნიკაცია მიმდინარეობს რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. და აი საქმე იმაშია, რა პირობებით მოხდება შეთანხმება, ხო? ალბათ ბოლო-ბოლო მიაღწევენ ისეთ პირობებს, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები და ამ თვალსაზრისით აი ვნახოთ, უკრაინის სახელმწიფოებრიობაზე არის, ხო? უკვე ლაპარაკი, რომ იარსებებს ის როგორც სახელმწიფო. და ნახეთ, აი 22 წელს აი ომის დაწყების შემდეგ. როდესაც სტამბოლში იქნა მიღწეული, ან შედეგი დაიდო, პარაფირებული იყო უკვე რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება, ანუ ამ ომის საყოველთაო მეგობრობის შესახებ. მეგობრობას რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში ომის შეწყვეტის შესახებ და მთელი ის პუნქტები. დიახ, აი მედინსკი რო უძღვებოდა და არახამია რომ იყო. ხო, თქვენ ალბათ გულისხმობდით უფრო ადრინდელს. ხო და არ ერჩივნათ უკრაინელებს მაშინ მოეწერათ ხელი, რადგან უკვე პარაფირება რას ნიშნავს? თანახმა იყვნენ. ყველა იმ შეთანხმებულ პუნქტზე პარაფირება არის, როდესაც მას შედარებაა ფაქტობრივად ეს პარაფირება, როდესაც ორივე მხარე, ესე იგი, თავის პოზიციები შეაჯერეს. ტექსტებს ათანხმებენ ერთმანეთს. იყო მხოლოდ საჭირო ხელმოწერა და არახამიამ მაშინ თქვა, რომ
ერთ-ერთ ინტერვიუში ხო ბორის ჯონსონმა ჩვენ ფაქტობრივად უარი გვათქმევინა ამ ხელმოწერაზე. ახლა რას იღებდნენ მაშინ? წდებოდა ომი, ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე არ დაიხოცებოდა ამდენი ადამიანი. რუსულ ენას უნარჩუნდებოდა ეს სტატუსი დონბასში. შესაძლებელი იქნებოდა კიდე საუბარი, რომ თქვათ, მომხდარიყო დაშორიშორება ამ ტერიტორიული დავის თვალსაზრისით, რაღაც კონსენსუსამდე მისულიყვნენ. ნუ ყირიმს არ ეხებოდა საკითხი. მაგრამ მას შემდეგ რაც უარი თქვეს, უпростоრად ბორის ჯონსონმა ათქმევინა უკრაინელებს უარი. ახლა იღებენ რას? კაბალურ ხელშეთანხმებას ამერიკულ მხარესთან, ამერიკისთვის ეს არის რა თქმა უნდა მისწრება და დონალდ ტრამპისთვის სერიოზული ბონუსი არის და ქულა, რასაც ტრამპმა მიაღწია და აი ხვალ იქნება ხელმოწერა და ფაქტობრივად ეს ტრიუმფი იქნება მისი და უკრაინელებმა რა დათმეს? არ ერჩივნათ ეს ომი თავის დროზე შეეწყვიტათ, მაშინ მოეწერათ ხელი და არ მოუწევდათ ახლა აი ესეთ მათხოვრულ პირობებზე, ან ფაქტობრივად უშვებენ სხვა, გასაგებია რომ ეს სახელმწიფოა შემოდის აქ და მთელი მისი რესურსების ბატონ-პატრონი უნდა გახდეს. სხვათა შორის რუსეთ-უკრაინის ეს საომარი მოქმედებები რო დაიწყო და მთელი ის წინაპირობები, რაც მას უძღოდა, მე ყოველთვის ვამბობდი, არ შეიძლება რომ ეს არის აქსიომა საერთაშორისო ურთიერთობებში. სხვის იმედად ომის დაწყება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. და რომ უკრაინა აუცილებლად დამარცხდებოდა ამ ომში. ელემენტარულია, იცით, ვინც ოდნავ მაინც ერყვება ამ საერთაშორისო ურთიერთობებში. პოლიტიკური პროცესები დინამიურად მიდის და სიტუაციები იცვლება. და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უკრაინა ამ შემთხვევაში პროქსი სახელმწიფო იყო. უბრალოდ ჩვენთან რო გამოაცხადეს როგორც ჩვენ 2008 წელს. ჩვენ კიდე სხვა ბედმა გაგვიღიმა და ესე იგი ისეთი კატასტროფით არ დამთავრდა, ხო? და ამ შემთხვევაში ჩვენთან ზელენსკი შერაცხეს გმირად, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ზელენსკი ეს არის თავისი ქვეყნისთვის ძალიან დიდი უბედურება, იმიტომ რომ ქვეყნის მეთაურის მთავარი დანიშნულება უნდა იყოს, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით აცხოვროს თავისი ქვეყანა. ხო, აი ტრამპი ახლა არაჩვეულებრივად ვაჭრობს, ხო? და არაფრისგან რაღაცას თავის ქვეყნისთვის მშვენივრად ვაჭრობს. ასევე იმ შეთანხმებაში არ იქნება გარანტიებზე საუბარი, რასაც დაბეჯითებით ითხოვს უკრაინა. უბრალოდ აი ამ მთავრობის ხდომაზე სიტყვა დააგდო, რომ გარკვეული გარანტიები გექნებათო. ამ გარანტიებში ალბათ იგულისხმება, რომ სადაც ახლა მე ვბურღავ უკრაინის ტერიტორიაზე და ვახტენ მოპოვებას იქ მოლიბდენის, ცინკის, რა ვიცი, ყველაფრის თუ კი რამე არსებობს, აი იქ რო არ მოხდეს რუსული დრონი, ვთქვათ, ან артиლერია. ალბათ ეს იქნება გარანტია, სხვა რა გარანტიებზე უნდა ეთქვა. ხელშეკრულებაში არიდება ეს პუნქტი და უკრაინელები ბოლო მომენტამდე ითხოვდნენ. აქ უკვე რუსული მხარე ერთვება, ხო? უკვე ჩართულია დღეს სტამბოლში მოლაპარაკებები. რამდენად, ესე იგი, მიდის პოლიტიკური ვაჭრობა ამერიკელებსა და რუსებს შორის და ამიტომ ლაპარაკობ, რომ დღეს უკრაინა სუბიექტი არ არის. მის ხარჯზე ხდება რაღაცა გარიგებები და თუ გავიხსენებთ, სანამ ეს მეიდანი იქნებოდა და მე ძალიან მიკვირს იმ ადამიანების აღტკინება, რომლებიც უკრაინას უჭერდნენ და მის ასეთ ქმედებებს უჭერდნენ, ხას აბსოლუტურად მიუკერძოებლად, პრაგმატულად, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა რო იმსჯელო, არა, უკრაინა იყო მე-6 ეკონომიკა ევროპაში, თავისი კოსმოსური წარმოებით, რაღაცა საავიაციო და რა ვიცი, საავიაციო და ასე შემდეგ, მანქანათმშენებლობით და ესე იგი ესეთი ქმედებები რო არ განხორციელებულიყო დასავლეთმა ფაქტობრივად იმ ქმედებებით ხელი შეუწყო აი უკრაინის განადგურებას. ანუ მსოფლიო წესრიგი უკრაინის ხარჯზე და მის ტერიტორიაზე და აი მის კეთილდღეობაზე ფაქტობრივად გარიგების ხარჯზე ხდება, ესე იგი ამ მსოფლიო წესრიგის ფორმირება.
ამიტომ ნახოთ ახლა როგორ შეთანხმდებიან, ხო? და აი ტრამპს რომ რაღაცებს ამბობენ მასზე რომ თქვათ ოდიოზური ფიგურაა და ელოდებიან რომ ახლა რაღაცას ფიასკოს განიცდის, არა? სულაც არ ვფიქრობ ესე. ის არის ძალიან პრაგმატული ადამიანი და აკეთებს იმას, რაც დღეს ესაჭიროება ამერიკის შეერთებულ შტატებს. ანუ მიდის ევროპიდან. მიზანსაკული და გამბედავი. ხო, იცის ის რას აკეთებს და ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოს, რომ რაღაც აბსურდულ განცხადებას აკეთებს, მაგრამ არავითარი აბსურდი იქ არ არსებობს. ეს არის ძალიან პრაგმატური მისი ესე იგი აზრი. რომელიც გამყარებული არის გარკვეული ელიტის მოსაზრებით. და იცით ის ელიტა, რომელიც მანამდე არსებობდა იმ დემოკრატების და მათ უკან მდგარი ელიტის სახით, ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებს არ განიხილავდნენ როგორც სახელმწიფოს. ეს იყო უბრალოდ მათი აი რაღაცა კონგლომერატი, მათი კაპიტალის ბაზირების ადგილი, ხო? მაგრამ ტრამპის უკან მდგომი ელიტა ამერიკის შეერთებული შტატების კეთილდღეობაზე ფიქრობს. ამიტომ მისი განცხადებები არის აბსოლუტურად გამართლებული და მართალი გითხრათ, მსოფლიოსაც ეშველა ამით, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ამერიკის შეერთებული შტატები ის ქვეყანაა, რომელიც მსოფლიო პოლიტიკაზე და პროცესებზე უდიდეს გავლენას ახდენს, ხო? თუ გინდათ ის გენდერული დღის წესრიგი ის ღირებულებები და ჩვენ ახლა ვართ სრულიად ახალი წესრიგის ფორმირების პროცესში, რომელიც მოიტანს ახალ ღირებულებებს, ახალ საერთაშორისო სამართალს, ახალ დღის წესრიგს. ხო, აი შემთხვევითი ხო არ არის ეს გალაშქრება USAID-ის და ამ არასამთავრობო სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს ინსტიტუციები არის იმ ძველი პერიოდის ინსტიტუციები. და იმ პერიოდის დღის წესრიგი. დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს სრულიად სხვა პროცესები და აი რადიკალურად ცვლილებები იმ ღირებულებების, ინსტიტუციების, საერთაშორისო სამართლის და ასე შემდეგ. დღეს ჩვენ ვიმყოფებით აი ამ ეგრეთ წოდებული ბუნებრივი გადარჩევის პირობებში. რაცა ერთგვარი რეფრეში მოხდა ამ თვითონ სისტემისკენ, ნუ ამ დღის წესრიგი ერთი ხანდათ ამერიკელებს. ის ძველი სამართალიც არ მუშაობს. ჭკვიანი ხალხი ახლა რასაკვირველია იქაძის კვლევით ინსტიტუტებში მიხვდნენ რომ ეს იყო უტოპიური დღის წესრიგი. ეხა მე ვინა ვარ, ხო, უბრალოდ პროფესორი ვარ, მე ვხვდებოდი რომ უტოპიური და თქვენ კიდე როგორც ჟურნალისტი და ალბათ ის ჭკვიანი ხალხიც ხვდება რომ მათ პროექტს მომავალი არ ქონდა. და კიდევ გუშინ იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპის უფროსმა შვილმა თქვა, შეიძლებაო უკრაინაზე მხარდაჭერაო? ნუ მე რომ მკითხო აბსურდი იყო. ეს არ უნდა მომხდარიყო. პირიქით შეიძლება რუსეთისთვის დაგვეჭირა მხარიო, ეხლა ნუ სიმართლე გითხრათ, მე არ გადამემოწმებია, შეიძლება ფეიკიც იყო, მაგრამ უფრო ნამდვილი ინფორმაცია იყო. ლოგიკა ხო არის, არა? მე მაგალითად მიმაჩნდა, რომ ის რაც ხდებოდა, ეს იყო იმხელა აბსურდი, რომ სოფლიო დადგა იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ. და საქართველოში როგორ იყო, ესე იგი, თუ შენ რაღაცა ობიექტურ ჭეშმარიტებას ღაღადებ და საღაზრს თავაზობ, არა, ეგრევე ესე იგი კლიშე პრორუსი. ესე იგი, თუ მათ წინააღმდეგ ხარ, ესე იგი პრორუსი ხარ. ის კი არა დღევანდელ ხელისუფლებასაც, რომელმაც ფაქტობრივად გადაარჩინა, ხო, საქართველოს იმ უბედურებას, რომელშიც შეიძლება ჩათრეული ყოფილიყო და მე ისე ვიმეორებ, შეიძლება მე ძალიან ბევრი პრეტენზია მქონდეს რაღაც საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ხო, რაღაც მომენტებთან, მაგრამ ფაქტია ეს არის ობიექტური რეალობა და ჭეშმარიტება, რომ საგარეო მიმართულებით ჩვენ გავიარეთ ბეწვის ხიდზე და რაღაცეების გამო ჩვენ გამოვედით აი რაღაც საფრთხეები დღეს კიდევ არსებობს, მაგრამ ის გლობალური საფრთხე და ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის ომიც დამთავრდება ალბათ. კი, ნუ იმედია მალე დასრულდება, ნუ ყოველ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაცია და თავად ეს პრეზიდენტი ცდილობენ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება მალე დადგეს ეს დღე.
რომ წერტილი დაესვას ამ ომს, ავტოშოკები რაღაც გაგრძელება მაინც ექნება ეს რეზისტენცია ამ ზელენსკის იცით რა არის? შეიძლება ის სხვა პატრონების წინაშე არის ანგარიშვალდებული. შესაძლებელია კი. და ამიტომ არის მისი რეტორიკა ასეთი, რომელსაც ტრამპი აბსოლუტურად არ იზიარებს, მაგრამ ზელენსკის რაღაცა ის კულისებს მიღმა აზრი არის ის, რომ თვითონ ტრამპი მოელაპარაკოს მის პატრონებს, ხო? შესაძლებელია. აი აქაც ამ deep state-ამდე მივდივართ, როგორც ჩანს არის ხალხი, რომელიც მართლაც აგულიანებს მას, ყოველ შემთხვევაში თადარიგს იჭერს მომავლისთვის. და იგი ანგარიშვალდებულია, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ესე სულელურად. ყველად არ უთქვამს ამ ზელენსკის, ესეც კარგი შებერტყილია ახლა მიუხედავად მისი პატარა ასაკისა. მაინც ახლა შებერტყილი იცით ახლა ადამიანი როდესაც შენ ესეთ უბედურებაზე წახვალ პირადი გამორჩენის მიზნით ხო მე არ ამგონია რომ ის რაღაცა ჭკვიანი ადამიანი იყოს ხო ნუ რაც თქვა აი ეს მივაქციე ყურადღება ტრამპი ყოველთვის კი არ იქნებაო აი სწორედ ეს იძლევა იმის საფუძველს ივარაუდო რომ მის უკან დგანან კიდე ეს ძალები ემდით. გასაგებია ეხლა ჩვენ ვხვდებით რომ იქ კულისებს მიღმა სერიოზული დაპირისპირება. ამას მიხვედრაც არ უნდა პირდაპირ ჯორჯ ფრიდმანი წერს რომ დღევანდელი კრიზისის მიზეზი არის შიდა განხეთქილება ელიტებს შორის. ეს დამალული არც არის და მადლობა ღმერთს გაიმარჯვა იმ ელიტამ რომელმაც აი ეს დღის წესრიგი შემოგთავაზა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ელიტებს შორის ეს ბრძოლა დამთავრდა, მაგრამ მე მაგალითად როგორც ამერიკელების განწყობას ვამჩნევ, არა, ის პოლიტიკა, რომელსაც ტრამპი დღეს აწარმოებს, უფრო მისაღებია, ვიდრე ის პოლიტიკა, რომელიც დამახასიათებელი იყო წინა ხელისუფლებისთვის. ამიტომ მე არ ამგონია, რომ უახლოეს და იგივე ვენსი, ხო, ჯეიდი ვენსი ტრამპზე უფრო მეტი კონსერვატორია. ნახეთ რა სიტყვა თქვა მან იგივე მიუნხენის. გადარია ისინი. ხო, ეს იყო რაღაცა აი შტაინმაიერიდან დაწყებული, რა ვიცი, ვინც კი იყვნენ ახლა იქ. ხო, ის როტიროდა და ნორვეგიელი იყო თუ ჰოლანდიელი, რომ ცრემლები მოსდიოდა. ნიანგის ცრემლებით ტირდა და რომ ესე იგი იმ წესრიგს და იმ ღირებულებებს ესე იგი ხო, ნუ ისეთ პროტესტი მოყვა ამ ჯეიდი ვენსის გამოსვლას. ხო, მაგრამ ეს არის და ეხლა ტრამპი თუ ასაკშია და რაღაცა ჯეიდი ვენსი ახალგაზრდაა და მათ კიდე ბევრი მიმდევრები ყავთ. ასე რომ უახლოეს მომავალში მაგ იმედად ყოფნა, რომ ეს დღის წესრიგი შეიცვლება, არა, მე არ ვიზიარებ მაგათ ოპტიმიზმს. და აი ოპტიმისტურად არის განწყობილი რუსეთის პრეზიდენტი პუტინი. დღეს იყო კოლეგიის შეხვედრა თან არც მეტი არც ნაკლები FSB-ს კოლეგიის, ანუ იქ როგორც თევზი წყალში ისე გზნობს თავს, იმიტომ რომ აქ სტრუქტურიდან თავად და თქვა რომ ძალიან დადებითი და კარგი ცვლილებებიაო. ჩვენ ვაკვირდებით იმას, რომ არის იმის ინტერესი თავად ამ ტრამპის ადმინისტრაციაში, რომ ბევრი რამ შეიცვალოსო. და სანამ პუტინი გამოდიოდა ამ თავის FSB-ს კოლეგიის წინაშე სიტყვით, ამასობაში ინკოგნიტოდ ესე მუქი შუშებით მინივენი შევიდა ბოსფორის ნაპირზე ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური კონსულის რეზიდენციაში და იქ გაიმართა მორიგი მოლაპარაკებები რუსულ დელეგაციასა და ამერიკელებს შორის. არც კომენტარი გაკეთებულა, არც კი იციან ვინ არის დელეგაციის შემადგენლობაში. მთელი აი მედია ახლა აჭრელებულია, დასავლური მედიაც და ერთადერთი რაც ითქვა, თავად უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით არ იყო საუბარი. იყო ლაპარაკი რაღაც გადანაწილებებზე. შესაძლოა ამ გადანაწილებებზეც ყოფილიყო საუბარი, მაგრამ ძირითადი აქცენტი იყო თურმე გაკეთებული დიპლომატიური ურთიერთობების, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის ეს დიპწარომადგენლობების მაქსიმალურად ამოქოქვაზე. ნორმალიზებაზე სიტუაცია. კი, ჩვენ გვახსოვს რომ აი ბაიდენის დროს პირდაპირ რეკეტი იყო, ხო, რეკეტი იყო ყოველგვარი საერთაშორისო კონსულოები გააუქმეს და ასე შემდეგ. თანი კონვენციის დარღვევით და რა ვიცი, ფაქტობრივად პირდაპირ ვენის კონვენციის დარღვევა იყო, ხო, 1961 წლის ვენის კონვენცია. ხო და აი ხო მაქსიმალურად უნდა ეს ყველაფერი აღადგინონ
და ასევე ამერიკელებმა გადასცეს რუსებს ძებნილი, რომელიც რა ვიცი, ბანდიტიზმში იყო ეჭმიტანილი თუ უფრო ძიმე დანაშაულებებში და ეს მიუთითებს იმაზე, რომ გაცვალეს ხო? ასწორებენ ურთიერთობებს. პატიმრები გაცვალეს და რაც ბაიდენის დროს გაფუჭდა, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ეს ურთიერთობა აღადგინონ. ისიც ნიშანდობლივია, რაც პუტინმა შესთავაზა, იცის რა მწიაღისეულზე რომ დებენ იქ ხელშეკრულებას უკრაინის ხელისუფლებასთან, რომ ჩვენთან აქ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეგიძლიათ ანალოგიურად დაიწყოთ ეს სამძებრო სამუშაოები და ვითანამშრომლოთ, რომ გაიტანოთ ჩვენ. გარდა მაგისა კომპანიები ბრუნდება, ხო? იგულისხმა ის ახალი ტერიტორიებიც, რაც უკვე მიიერთა რუსეთმა. და ყველაზე მეტი კონცენტრატი იქ არის. ხო, ანუ დონბასში. არც არის ლაპარაკი, აქ ლაპარაკია უკრაინას არსებობა არ არსებობაზე, თორე ის ტერიტორიები, რაც დე-ფაქტო არის ოკუპირებული რუსების მხრიდან, ის არც განიხილება, ხო? ისე როგორც თავის ძროზე ყირიმი, კი, ბევრი ლაპარაკია, მაგრამ რეალურად არავინ არაფერს არ აკეთებს. ამიტომ აი ამ საერთაშორისო ურთიერთობებში არა ესეთი შეცდომების, ან მიზან დასახული შეცდომების დაშვება, როგორც ზელენსკიმ გააკეთა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ისევე როგორც სააკაშვილმა 2008 წლის ომის დროს, ხო? ფაქტობრივად იგი სიშლეგეში ერთმანეთს გაასწრეს ზელენსკიმ და სააკაშვილმა. ნუ მარტო სიშლეგე არ არის იქ. შემთხვევით ხო არ იყო, რომ წინასწარ ამოიღეს ეს სახელმწიფოს ღალატის მუხლი და მე ძალიან მიხარია, რომ ეხლა სახელმწიფო ღალატის კი არა, სამშობლოს ღალატის მუხლით ბრუნდება, ხო ეს? და ეს უფრო პათეთიურად ჟღერს, იმიტომ რომ სიტყვა სამშობლო საერთოდ მიმოქცევიდან იყო ამოღებული. და აი ძალიან კარგი რომ აი ბრუნდება ეს მუხლი სამშობლოს ღალატის შესახებ. კი ბატონო. საქართველოს თემას რომ შევეხოთ ახლა ჩვენთან რაც ხდება. გუშინ იყო კიდევ ეს ემისარი ქალი ჩამოსული, რასაზე მაქვს ლაპარაკი, რომელიც არის მომხსენებელი ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით და რომელიც ნუ პრინციპში ცნობილია როგორც ჯერ სააკაშვილის ლობიზმით დაწყებული, ახლა უკვე კურატორობს ამ ოპოზიციას, ამ რადიკალებს, რომლებიც ხვდებიან. და აღნიშნვის ღირსია ასევე ქალბატონო თამარ, თქვენ როგორ ფიქრობთ? ხო ტრამპმა რო თქვა იმ პირველ მინისტრთა კაბინეტის ხდომაზე, რომ უკრაინამ დაივიწყოს ნატოში გაწევრიანებაო. და ასევე იქვე მიუთითა, რომ სწორედ ნატოში გაწევრიანების გამოც მოხდა ის ომი, რაც ახლაც მიმდინარეობსო. აქ სიმართლე თქვა ამ კაცმა. და აი ეს ადამიანები ამ ქართველებს გულისხმობ, ამ რასას რო აბარებენ ახლა ანგარიშს და რაღაცას მჭხიბაობენ, ფიქრობენ, მექანიზმებს იგონებენ, როგორ წააქციონ ეს ხელისუფლება აქ. გავცელდა ასევე ინფორმაცია, რომ არასამთავრობოები მიიღებენ 120 მილიონ ევროს და თუნდაც ეს აქციები პერმანენტულად კიდე რო დაიგეგმება, უკვე თითოეულ ამ ახალგაზრდას, რომლებიც ეგ სასტვენებით გამოდიან და ფეხებს აბაკუნებენ, დღეში 120 евро შეიძლება მისცენ. ხო, წარმოგიდგენიათ? და აი ეს ხალხი, რომლებიც ახლა აი ამ კრებსით ოპოზიციას გულისხმობ ჩვენ. ამ წუთში თუ გახსოვთ, როგორ იყვნენ დაგეშილები ნატოს საკითხში. ნატოს გაიძახოდნენ ყოველ წამს და ყოველ წუთას. რატომ არც ერთი არ ლაპარაკობს ახლა ამ ნატოზე? ანუ თემა ამოვარდნილია. ხელისუფლებას რომ აბრალებენ ეს გასაგებია, რომ აი ნატო აღარ აინტერესებს და აღარ თვითონ რატო აღარ იღებენ ხმას ნატოზე. ანუ აქ ხო აშკარა არის უკვე რომ რას წარმოადგენს ეს ხალხი. ანუ ოპოზიციას გულისხმობ. ნუ ეს წინა წესრიგის ასე ვთქვათ გამტარებელი ხალხია, ხო, მაგრამ ისინი აბსოლუტურად მოწყვეტილები არიან იმ რეალობას, რაშიც დღეს ვართ. ევროკავშირიც აღარ არის აქტუალური. როდესაც ტრამპი ესეთ რაღაცას ლაპარაკობს, არც ნატოა უკვე აქტუალური. ეს სოფლიო აი ცივი ომის დღის წესრიგის ინსტიტუციებია. დღეს ისინი აქტუალური აღარ არის. სხვათა შორის მე მგონი პაპუაშვილმა თქვა, ხო, ჩვენ მზად ვიქნებით 30 წლისთვის, რომ ევროპაში შევიდეთო, მაგრამ ევროპა იქნება მზადო, რომ ჩვენ მიგვიყოსო და ანუ ეს სტრუქტურაც აღარ არის პერსპექტიული. და
ის ადამიანები, რომლებიც იქ დგანან, ახლა ბუნებრივია ახალგაზრდა დღეში 120 ევროს რომ მიცემ, დადგება იქ და რასაც გინდა იმას იტყვის, ხო, მაგრამ ეს ყველაფერი აღარ არის აქტუალური. ამიტომ ჩვენ ახალი ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ და ახალი როლი უნდა ესე იგი მოვირგოთ ამ საერთაშორისო პოლიტიკაში და მე მიხარია რომ ესე ადეკვატურად იქცევა ხო ხელისუფლება აბსოლუტურად ადეკვატურად და არაერთხელ ამიღნიშნია რომ პოსტსაბჭოთა პერიოდში პირველად არის როდესაც საქართველოს ხელისუფლება იქცევა ისე რომ მთელი მაგურებს და ქვეებს რომელიც გრევის პროცესში არის თავზე არ იმხობს ხო როგორც ეს მოგვივიდა მაგალითად იგივე საბჭოთა კავშირის დანგრევის დროს და თუ გინდათ 2008 წლის ომის დროს როდესაც ჩვენ აღმოვჩნდით აი რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების ეპიცენტრში და ტერიტორია სადაც ეს გარჩევა მოხდა მე ყოველთვის ლაპარაკობდი იმის შესახებ რომ 2008 წლის ომი იყო გლობალური ომი საქართველოს ტერიტორიაზე და ძალიან მიხარია რომ ეს ჩემი პროგნოზები რასაც ამდენი წელია ვლაპარაკობ ნელ-ნელა ხდება იმიტომ რომ ეს არის თუ ოდნავ ანალიზის და ლოგიკური აზროვნების უნარი გაგაჩნია ის რაც დღეს მიმდინარეობს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო და ადამიანები რომლებიც ამ პროცესებს ეწინააღმდეგებიან ისინი განწირულები არიან რომ ჩაირეცხებიან ამ პოლიტიკური სცენიდან კიდე ერთი შაბლონი არის საქართველოში დაკვირვებები რომ მომიხდენია უბრალოდ რომ ვაკვირდები აი ახლა თუ რუსეთი შეიჭრა უკრაინაშიო და ამ დღეში ჩააგდო ეს ქვეყანაო და თუ კი რაიმე გასამართლებელი თუნდაც ტრამპი რო ეხლა ცდილობს რაღაცნაირად გაამართლოს და ის რეზოლუცია რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიტანა გაეროში და რუსეთმა დაუჭირა მხარი რომ პირველადი პრობლემების აღმოფხვის ანუ გაგება დაიწყესო ამერიკელებმა ჩვენთან ამაზე აქვთ როგორი რეაქცია იცით რომ აი თუ უკრაინაში შეიჭრა და რუსეთი მართალია და უკრაინა ამტყვანი მაშინ საქართველოში რო შემოვიდა თავის დროზე და 2008 წლის ომი იყო აქაც როგორ იყო მაშინ ანუ აქაც მართალი იყო აი ასეთი პარალელების გავლება არის იმ კატეგორიისგან ვინც ახლა ქუჩაში საპროტესტო ტალღებში მონაწილეობს ну ეხა ფაქტი ის იყო რომ იყო ეს 2008 წლის ომი და მოხდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპირება მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობებში არის ესეთი ცნება კონფლიქტების მეშვეობით პროცესების მართვა და აი ამ ტერიტორიების ოკუპირების საშუალებით ნახეთ რუსეთმა დაიწყო აი ამ საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების მართვა ფაქტობრივად ხელი შეუშალა საქართველოს ნატოში ინტეგრირებას და რა ტერიტორიებია ეს ჩვენი ყოფილი ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აკვატორია, რომელსაც ესე იგი თუფლობ ზღვის აკვატორიას აკონტროლებ და ესე იგი ეს სამაჩაბლოს ტერიტორია ძალიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ხო? როგორც საქართველოსთვის, ისე რუსეთისთვის. ანუ მან ხმელეთის და ზღვის გაკონტროლება შეძლო აი ამ 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ეს ქვეყნები გამოაცხადა დამოუკიდებლად. და მიუხედავად იმისა, რომ 99 წლის სტამბულის ხელშეკრულების შედეგად გავიდა რუსული ბაზები, არა 5 იმდენი ბაზა შემოვიდა ამ ტერიტორიებზე. თუ გახსოვთ ჟურნალისტებმა კითხეს აი ახალი დასრულებული იყო 2008 წლის ომი აგვისტოს ომი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის იქ პრესკონფერენცია იყო მრგვალ მაგიდასთან იჯდა პუტინი და BBC-ს კორესპონდენტი ახლა ნუ ბრიტანეთია ნუ გასაგებია რომ როგორც მხარე დაინტერესება ჰქონდათ კი მაგრამ ასე არაპროპორციულად როგორ შეიძლებოდა რომ საქართველოზე ასპირიკ მოსახლეობაც დაიხოცა და მსხვერპლი იყო და ხოდა ის ფრაზა მახსოვს ახლა ისეთ Quimatina აქვს რუსულის თვალსაზრისით და А как вы думаете, мы что должны были сделать? Ну, раунда гагвекетебио. Перочинным ножиком мы должны были махать. А ну, панкрисатлელი დანით უნდა გვეპასუხაო იქო? როდესაც მშვიდობის ყოფილებს დაუშვა ქართულმა არტილერიამ. ანუ აი პასუხი ასეთი იყო დაახლოებით. ნუ პროვოკაციული ქმედება
სააკაშვილის, რომელსაც ერიდებიან რო თქვან ამის შესახებ. მაგრამ საერთაშორისო დოკუმენტები არსებობს, ხო? და რა იყო ეს ორი? რაც ვაღიაროთ, რომ დაირღვა ქართული მხრიდან. დაგომისის ხელშეკრულებას და მოსკოვის ხელშეკრულებას ჰქონდა საერთაშორისო სტატუსი. ამ კონფლიქტებთან დაკავშირებით. მშვიდობის ყოფილების წინააღმდეგ. დენონსაცია უნდა მოეხდინა მაშინ პარლამენტს, სააკაშვილის ჯიბის პარლამენტს, მოეხდინა ორივე დოკუმენტის დენონსაცია და მე შევარდნილი იყო ცხინვალში. მაშინ შეიძლებოდა რაღაც გამართლება ქონოდა. მაგრამ ნახეთ, მე მაინც ვთვლი, შეიძლება არაპოპულარულ რამეს ვამბობ, მაგრამ რუსებმა განახორციელეს მინიმალური აგრესია, რაც მათ ჭირდებოდათ. ნახეთ, არ შემოვიდნენ თბილისში და ეს ინტერპრეტაცია იყო იმისი, რომ ესე იგი ვერ ჩამოშალეს სააკაშვილის ხელისუფლება რუსებმა და საქართველოში მაინც შენარჩუნდა ეს, მაგრამ აქ განხორციელდა ყველაზე უარესი სცენარი, ხო? აიღეს ეს ორი რეგიონი, რისი საშუალებითაც აკონტროლ 30 კილომეტრია აგერ, ამასინად გორში ვიყავი და რო გავიხედე იქ ესე იგი სამხედროები არიან დისლოცირებულები და მე მგონა რომ ესენი ჩვენები იყვნენ და მე მითხეს არავა ეს რუსები 30 კილომეტრში შენ ეს რუსი ჯარისკაცები გყავს და აი რაზე არის საერთოდ ლაპარაკი და იქ შეერაღებაც ისეთი აქვთ ეს გვაზდიკები და აკაციები რაც აქვთ ეს თვითმავალი საარტილერიო დანადგარები რომ ზოგიერთ მათგანს შეუძლია აი აქ ამერიკის საელჩო დგას დიღომში პირდაპირ იქიდან გამოსროლილი მანდ ჩავარდეს. ხო და დასკვნები ხო უნდა გააკეთო. ეხლა მართლა იდიოტები ხო არა ვართ არა რასთანა გვაქვს საქმე ხო? და შესაბამისად ნახეთ რა გააკეთეს არ მთლიანად ეხლა ოკუპირება რომ მოეხდინათ. მე გარკვეული ვალდებულებებია ამ ოკუპირებული ტერიტორიის რჩენის და უზრუნველყოფის და მათ განახორციელეს ის რაც მათ აწყობდათ. ხო ეს ორი ტერიტორია წაიღეს ამ კონფლიქტების საშუალებით პოლიტიკურ პროცესებს მართავდნენ და ნახეთ კიდე უბედურება რომ შენი პოლიტიკური გავლენა იყო დასავლეთის და ეკონომიკური გავლენა რუსეთის ხო ეს ძალიან ცუდი სცენარია იმიტომ რომ რეალობასთან არაფერი საერთო არ ქონდა ამას ნატო ევროკავშირი იყო ესე იგი დაუმთავრებელი რიტორიკა და ეს რუსებს საფუძველს აძლევდა განეხორციელებიდან თავისი ქმედებები საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ თავარი პრობლემა საქართველოსთვის რა იყო? ის განხეთქილების ვაშლი საქართველოს დასავლეთსა და რუსეთს შორის. თუ ისინი მოილაპარაკებენ და გარკვეული რაღაც შეთანხმება მაგალითად ცივი ომის დროს არსებობდა ეგრეთ წოდებული ჯენტლმენური შეთანხმება, ხო? განაწილებული იყო სფეროები და ერთი მეორე სფეროებში ისინი არ გადადიოდნენ და მეტნაკლებად ბალანსი იყო. ძალთა ბალანსი დაცული იყო მეტნაკლებად. ცნება ხო ესეთი საერთაშორისო ურთიერთობებში და მეტნაკლებად მშვიდობა არსებობდა უბრალოდ სადღაც მესამე ქვეყნის ტერიტორიებზე იყო ეს შეხლა შემოხლა ამ ორ სოციალისტურ და კაპიტალისტურ ბანაკს შორის. თუ ეხლა რაღაცა მსოფლიო წესრიგი ჩამოყალიბდება და რაღაცაზე შეთანხმდებიან, ეს ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის, იმიტომ რომ ჩვენ მოგვეცემა ნორმალური ცხოვრების საშუალება და ფიქრი აღშენებლობაზე და ეკონომიკურ განვითარებაზე, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს და ეს გეოპოლიტიკური მდებარეობა ჩვენ უნდა ჩვენ სასიკეთოდ გამოვიყენოთ და არა რაღაცა კონფლიქტს, ანუ პოზიტიური თან დიდი პროექტებია პირდაპირ დადებული პოზიტიური როლი უნდა შევასრულოთ და არა ნეგატიური, როგორც მაგალითად სააკაშვილმა აიღო რუსეთის დამანგრეველის ნეგატიური როლი და მე იმ ოპოზიციას რომელიც იქ დგას, აი ჩემთვის ყველაზე სამწუხარო ეგ არის. ჯერ ესეთი ის რომ ისინი საკუთარ ქვეყანაზე კი არ ფიქრობენ. მათ აქვთ რაღაცა აი პათოლოგიური ზიზღი რუსების. და პირველი ამოცანა არის რუსების წინააღმდეგ ბრძოლა და არა თავისი ქვეყნის კეთილდღეობა. აი ეს არის უბედურება. რუსები
ხო, თანახმა არიან თავის შეაკლანას პირდაპირ. თავის შეაკლან და ეს არ არის ეროვნული ინტერესი შენი. ხო, რუსეთი შენი მეზობელია და არავინ არ გადაგიდგავს მას და დიპლომატიის, პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების თავარი ამოცანაა, რომ ამ მოცემულობას გაუსწორო თვალი და აი ამ მოცემულობაში ნახო შენთვის ზეგი გამოსავალი და აი ამ ყალბ ვაშკაცობაზე, ამ თავის შეკვлаზე, რაც ახლა ვახსენეთ, ამ იმასაც ვერ აცნობიერებენ, რომ თუ ასეთ კამიკაძე როლში შევიდოდნენ, თქვათ, რაც იყო მოწოდებები, ხო გახსოვთ უკრაინელების მხრიდან, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მოგვიწოდებდნენ, რომ მიდით ახლა ამოქოქეთ ტანკებიო, გადით აფხაზეთშიო, ახლა გაქვთ შანსიო. თუ უკრაინელები ამოწყდნენ საერთოდ ამ ომში და პირობითად ქართველები, რაზეც ამ ოპოზიციას აქვს, აი სოციალურ ქსელში ეს გოლებიც ვრცელდება, რომ ყველა ეს ოპოზიციონერები ამბობენ, ხო, აბა არ უნდა ვიომო, თუ საჭირო გახდა უნდა ვიომოთ, იქ ლევან ბერძენიშვილი, ეს არას ლომჯარია, რა ვიცი, ნაკრებია მთელი გაკეთებული. კი, მაგრამ თუ არავინ არ დარჩა, მაშინ რისთვის გაიბრძვი, თუ სახელმწიფო აღარ გექნა, რა დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის იბრძვი. აი, ხა მე საერთაშორისო ურთიერთობებს ვასწავლი და პირველ კურსზე ჩვენ case study-ის სახით ვაძლევთ ეგრეთ წოდებული მელოსის დიალოგია, ხო? სადაც იქ მელოსელების მთლიანად განადგურება ხდება და სანამ ეს განადგურება მოლაპარაკებებია, რომ სთავაზობენ ზავს და თუ ესე იგი ჩვენ მხარეზე იომებთო, მაშინ შეგინარჩუნებთ და ისინი უარს ამბობენ და გაწყდებიან საერთოდ. ქალებს და ბავშვებს წვეთ წაიყვანენ მეობრეს. და ამ case study-ს ვაძლევ ხოლმე სტუდენტებს და მაინტერესებს მათი აზრი. როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მელოსელები, ხო? ზოგი ამბობს, რომ თავს აი ძალიან კარგი თავი შეაკლეს და ესე იგი გმირულად დაიღუპნენ. ზოგი ამბობს, რომ რაღაცა ზავი დაედოთ, პირობები შეესრულებინათ და მე სიტუაცია ფიზიკურ გადარჩენაზე. აი ამის წინაშე ვართ ჩვენ, ხო? რომ ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ. ამიტომ თუ გინდა რომ გაწყდეს შენი ქვეყანა, ეხლა რა გააკეთა ზელენსკიმ, ხო? გაწყვიტა. მაგრამ ქალბატონო თამარ, ამბიციები ჩვენ გვაქვს არანაკლები ვიდრე ამ ზესახელმწიფოებს, რუსებს ან ამერიკელებს. გერმანელებსაც კი, რომლებსაც რამდენიმე ომი ჰქონდათ. და 60 მილიონიანი ქვეყანაა და წარმატებებსაც აღწევდნენ რაღაც ნაწილში, ხო? რამდენიმე წლის განმავლობაში ვთქვათ. პირველი მსოფლიო ომი, ის კი წააგეს მართალია, მეორეც წააგეს, მაგრამ პირველი 2 წელი მთელი ევროპა დაიპყრეს. მათაც კი არა აქვთ, გერმანელებიც კი უფრო ამბიცია მოკლებულები არიან. გავიხსენოთ, ხო, რას ამბობდა, ხო? რასოდეს ეომებითო, გერმანელებს მოუწოდებდა რუსებს. ხო, რუსებს ეომებით და ჰიტლერი ამბობდა, რომ რუსი ჯერ უნდა მოკლაო და მერე კიდე წააქციო. ხო, იმიტომ რომ ეს ომის წარმოება მათ შეუძლიათ და ისტორიამ დაადასტურა შორის ერთ გადაცემაში უყურებდი ტაბლიაშვილი ლაპარაკობდა, რომ ისტორიაში მათი დამარცხებები და რაღაცებზე აბსოლუტურად არალოგიკურად და არა ისტორიის მცოდნეთ ლაპარაკობდა, ხო? და შენ როდესაც პატარა ქვეყანა ხარ და ესეთი ეგზისტენციონალური რაღაცა პრობლემები გააქვს, ცოტა თან ბუფერული სახელმწიფო ხარ, ეს ცნობილი ცნება არის და ბუფერული სახელმწიფოების ბედი არის ტრაგიკული. ისინი ხან ჩდებიან და ხან ქრებიან. თუ კარგად არ მოიქცევი, არა, შენ გაქრობა ანუ ისტორიის განმავლობაში ხო ყოფილა ესეთი პრეცედენტები. თან ერთიც არა. გარდა მაგისა, ხალხი ამოწყვეტილა თითქოს. არასწორად ხდება ისტორიის ინტერპრეტირება, ხო? ეხა ისტორიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ პათეტიკას საერთოდ და ცდარი ისტორია ისწავლება დღეს და აი ალბათ საჭირო არის რომ ამ ხრივ ჯერ ესეთი განათლების სისტემა რეფორმირების საგანი უნდა იყოს, იმიტომ რომ ის ვერ უძლებს კრიტიკას რა სიტუაციაც დღეს გვაქვს და გარდა მაგისა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ობიექტური ფაქტების. ეხლა გასაგებია რომ ისტორია არ არის ზუსტი მეცნიერება და ვინ როგორ ინტერპრეტაციას ის ცნობილი
ჯორჯ ორველის, ხო, ვინც ფლობს წარს, აწყვოს, ის ფლობს წარსულს, ვინც ფლობს წარსულს, ის ფლობს მომავალს, ხო? და მთელი თაობები აღიზარდა არასწორი ინტერპრეტაციით ისტორიის და მე ვიცი მაგალითად, რომ ბევრ უნივერსიტეტში ჩვენთან ასწავლიან, რომ მეორე მსოფლიო ომი მოიგეს ამერიკელებმა. ეს ტრამპაც თქვა და რუსები უბრალოდ დაგვეხმარნენო. ხო, და ეხლა 27 მილიონი ადამიანი შეიწირა და მანამდე ეხლა თან დაზუსტებული ციფრები თუ გახსოვთ დაახლოებით 30-40 წლის წინ 20 მილიონზე იყო საუბარი. ნუ ქართველებზე ხო პროცენტულად ჩვენ მე მგონი ყველაზე მეტი ქართველები ბელორუსები და მეორე ადგილზე ვიყავით ჩვენ პროცენტულად ხო ვერცულ მოსახლეზე და ეხლა როდესაც ჩვენ ესეთი ინტერპრეტაცია გაქვს ისტორიის და ნიველირებული ხდება ყველა იმ დიდი ქართველის როლი რომლებმაც შეიტანეს წვლილი ამ საშინელი ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ნუ ეხლა სხვა რაზე უნდა ილაპარაკო, ხო? კი, ნაგმირობაც ბევრი ყოფილა. ეხლა ნუ ამ 80 წლის და მე რა მიყვარს იცით, რომ როდესაც გინდა ეს ევროპა, მე მაგალითად ქართველი ვარ და ამითი ძალიან ვამაყობ და არ მჭირდება იმის იმტკიცება მე ევროპელი ვარ თუ მე ვთვლი რომ გეოგრაფიულად თუ ვიმსჯელებთ ჩვენ ვართ ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ცივილიზაცია, სადაც უნიკალური იმიტომ ვართ, რომ გვაქვს აზიურიც, გვაქვს ევროპულიც, ნაზავი კი. ნაზავლი და აი კაპანელი ამბობს ხო ქართველების ძარღვებში მჭხრიალებს ევროპული და აზიური სისხლი. ამიტომ ვართ შეგე ბალკანეთიც ხომ პრინციპში გეოგრაფიულად ევროპაა, მაგრამ იქ საკმაოდ კარგად ჩანს ეს შემადგენლობა. მაგას თავისი ისტორიული პროცესები ესე იგი ოკუპაცია და ამდენი ხანი ესე იგი თურქეთის ოსმალეთის იმპერიაში შემადგენლობაში ყოფნა გარკვეულ რაღაცა და ბევრი მუსლიმია ხო ბალკანეთში და რაღაცა თავისი სპეციფიკა აქვს, მაგრამ სანამ ჩვენ არ მოვეშვებით ამ რაღაცა ყურით მოთრეულ რაღაც ასე ვთქვათ ხელოვნურ რაღაც მიკერებას ეს ხელოვნურობა ეს ფალში ჩანს. ფალში, ხო, ნამდვილად ფალშია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პირველ რიგში ქართველები და მე მაგალითად ძალიან მეამაყება და არასოდეს მაშა სადამეს არ უმატებ, ხო? იმიტომ რომ თვითკმარი და რაღაცა აი ესეთი პატრიოტული სულისკვეთების მატარებელი ადამიანი ამ ყველაფერს სხვანაირად უყურებს და ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე რომ შეიძლება ინგლისელს რო უთხრა ევროპელი ხარ თუ არა ის გეტყვის რომ არა მე რაღაცა კუნძულის ცივილიზაცია მაგრამ მას ეჭვი არ ეპარება რომ ის ევროპელია ხო ისევე შენ უნდა თქვა რომ ხარ ქართველი ბულგარი რაღაცა მაშასადამეს გარეშე და უნდა ისეთი პირობები შევქნათ, რომ ჩვენ გვეამაყებოდეს, რომ ვართ ქართველები, ხო? და პრინციპში უნიკალური ერი ვართ ჩვენ, ახლა განსაკუთრებულად ნიჭიერი, განსაკუთრებული კულტურის მატარებელი და მე ხშირად მებადება კითხვა, რომ ევროპელებს მაგალითად ძალიან ბევრი ცოდვები აქვთ, ხო? ეხლა კი სულ არიან ამ თვითგვემაში, იგივე ამერიკელები, ევროპელები. ამ კოლონიზატორობის მოკლე ისტორიული მეხსიერება აქვთ, ანუ შეცდომებზე ვერ სწავლობენ, იმეორებენ. არა, პრინციპში ხა მეორე უკიდურესობაში არიან, ხო ეს მულტიკულტურალიზმი, რომელმაც პრინციპში განიცადა ფიასკო, ხო, მაგრამ ჩვენ არასოდეს ესეთი რამე არ გვიქნია. ხო, დაპყრობითი ომები და ის როგორცაც აწარმოებდნენ ევროპელები და შემდეგ აი ამ კოლონიზების პირობებში როგორ ექცეოდნენ იმ აბორიგენ მოსახლეობას საქართველოს არასოდეს ესეთი რამე და რატო იღებენ ამ ცოდებს თავის თავზე აი ეს არის საკვირველი. ხო, პირიქით აქ უფრო მეტი შემწყნარებლობა იყო და უნიკალური კულტურა, იგივე გენდერული თვალსაზრისითაც, როდესაც ეს გაცვეთილი სიტყვებია უკვე, მაგრამ როდესაც მე-19 საუკუნეში შენ
ყავს რუსთაველი ამისთან ჰუმანური იდეებით და რა ვიცი რომელიც მე-16 საუკუნეში მოვიდა ევროპაში ხო ამ აღორძინებასთან დაკავშირებით რა ვიცი რა გაქვს საკომპლექსო შენ ამაყი უნდა იყო რომ ხარ ქართველი და მთელ სოფლიოს უნდა და ეს კომპლექსები ქალბატონ თამარო ვფიქრობ მაინც ამ საუკუნის ბოლო საუკუნის მეოთხედის განმავლობაში გაღვივდა და გაღვივდა რის გამო ნაკლები წიგნიერების ნაკლები სიღრმისეული განათლების და უფრო მეტად ზედაპირულობის და ემოციების სინთეზის ხარჯზე. ხო, ეს ყველაფერი კოგნიტურ დონეზე იყო გათვლილი, ეს ფრაზაც ხო რაღაცისთვის გაკეთდა და მე ყოველთვის იმას ვამბობ, ხა მე განსაკუთრებულად კარგად გძნობ ხოლმე, ესე იგი ჩვენი მენტალიტეტი, ფსიქოლოგია, ისტორია, ვინც გეგმავს ამ პოლიტიკას, ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი. და იმ სიმებზე თამაშობს, რაც მოქმედებს საქართველოს საზოგადოებას. ხო, მაგრამ ამას რა ღრმა ფესვები აქვს და რა მიზნებია, ნუ ეხლა უბრალო ადამიანი ამის ანალიზს არ აკეთებს, ხო? მაგრამ ეს საზოგადოების ნაწილი, რომელიც ინტელიგენციად იხსენიებს თავის თავს და ნუ პრინციპში კი ორი წიგნით წაუკითხიათ, რაღაცა განსაკუთრებული ფენომენია, რომლებსაც აქვთ ესეთი რაღაც უცნაური ხედვა. საერთოდ ლიბერალები არიან თუ გლობალისტები არიან თუ რა ეპიტეტი შეიძლება კიდე მოერგოს და ეს აგრესიის ნოტებიც გამოსჭვალით ეს არის აქსიომა რომ ინტელიგენცია სოციალურად და ეს ხელოვნების ადამიანები სოციალურად არა უპასუხისმგებლოები არიან იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვანაირად ხედავენ ამ პროცესებს განსხვავებით პოლიტიკოსებისაგან რომელიც მე მაქვს კარგ პოლიტიკოსებზე ლაპარაკი რომელიც ამ პროცესებს ძალიან პრაგმატულად აღიქვამენ ამიტომ ინტელიგენციასთან შემოქმედებით ნაწილთან არის სერიოზული მუშაობა საჭირო ამის მექანიზმები არსებობს რატო იმიტომ რომ ეს ნაწილი უნდა იყოს სამშობლოს სამსახურში და არ უნდა იყოს ვიღაც სხვა ძალების სამსახურში და ამაზე ალბათ გაამახვილებს რაღაცა პროცესები დაწყებულია და მე იმედი მინდა ვიქონიო რომ სერიოზულად მოკიდებენ როგორც განათლებას ისევე ინტელიგენციის თემას. დიდი მადლობა ქალბატონ თამარ გადაცემაში სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი გახდათ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი თამარ კიკნაძე. მე გემშვიდობებით შევხვდებით ხვალ 16 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.